მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს 2 სექტემბერია მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, ჩვენი თემა არის მთავარი თემა და განსახილველი თემა ევრობასკეტზე მიმდინარე მატჩების შესახებ მინდა მოგახსენოთ ინფორმაცია, ასევე პრემიერ ლიგაზეც მინდა მოგახსენოთ ინფორმაცია საფეხბურთო სპორტში რა ხდება და ასე შემდეგ. დავიწყოთ პირველი ჩვენი მატჩი 31 აგვისტოს უბრალოდ საქართველოს ნაკრებმა ძალიან ძიმე ბრძოლაში და დრამატულ ბრძოლაში დამარცხა და ძალიან დიდი ანგარიშით 53-94 და ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ჩვენმა ნაკრებმა. უკვე 2 წაგება და 1 მოგებითაა ჩვენი ნაკრები სატურნირო ცხრილში ევრობასკეტისა. ევრობასკეტი 2025-ის მატჩი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და პრინციპული მატჩია დღეს, რა თქმა უნდა 19 საათზე და 15 წუთზე ჩვენი სიძველის საზოგადოებრივ პირველი არხის შემოგთავაზეს. ასევე რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო და ჩემო კარგო ხალხო, ჩვენ მეორე სენსაცია ვიხილეთ უბრალოდ ისრაელმა საფრანგეთს ძალიან მოულოდნელად მოუგო 13 ქულით დაამარხა საფრანგეთი. ნამდვილად ფავორიტი იყო საფრანგეთი იმ მატჩში და ეს განვითარებული მოვლენებიდან ჩვენ ნაკრებსაც საჭიროა მოგების შემთხვევაში შეინარჩუნოს ევრობასკეტზე ასპარეზობის შანსი და დღეს მხოლოდ ეს 2 მატჩი რასაა დაჩენილი, მხოლოდ 2 მოგება გვინდა და ეს მაშინ კი ჩვენი ნაკრები კიდე ასპარეზობას განაგრძობს. ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო და ჩემო კარგო ხალხო, ლივერპულმა 0-1 მოიგო არსენალთან, მაინც გამარჯვება ჩაიწერა. მანჩესტერ სიტიმ 2-1 წააგო და კიდე მთავარი ამბავი სანაკრებო მატჩებზეც მინდათ მოგახსენოთ და კარგი ამბავი, გიორგი მიქავტაძე პირველი ქართველი იქნება ლა ლიგაში გააგრძელოს კარიერას. ვილიარეალის ფეხბურთელია გიორგი მიქავტაძე და 9 ნომრიანი მაისურით განაგრძობს კარიერას და წარმატებებს უსურვებს ჩვენ ბიჭებს დღევანდელ თამაში და ასევე საფეხბურთო ამბავშიც კი. ჩემო არხის მსმენელებო, თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ, მე დაგიბრუნდებით ხვალინდელი ვიდეო თემა ჩვენი განსახილველი თემა იგივე ისევ ევრობასკეტ და სპორტის შესახებ ახალ ამბებს მოვიძიებ და